Лучше. Так, идешь? Şuki ara bak. ესე იწყება ჩემი ყოველი დღე. ოცდამეერთე საუკუნის შუქი რა გექნება. როგორ ახლა? ალბათ ძელმოდი. აბძან. გავაგე ახალი ძელი. აი პრესი ყავს. ზოგადად. Zanbit. Gitmez batını koç. Press iskuje. Da. Alo. ეს პაპარაცი დამყვება. წავე. აი ეს არავის არ აინტერესებს. ეს შენობა არავის არ აინტერესებს. დიახ, ეხლა არა წინა დაიწერო ცეკას დივნები. გვირდებოდნენ, მაგრამ არ აკეთებს. აი იგი. ცეკას დივნები და ჩვენ შეგვიდით გავაკეთეთ. კი, თქვენ გიძებთ. კარგ მაშინ დირექტორი როცა მოვა მე დამიკავშირდეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ბიუჯეტს ვაკეთეთ, მე არ მქონდა ეს ნანახი ვნახე და ჩვენ შემდგომი რაც შეგვიდით, ნელა გავაკეთეთ. ხო, კი ბატონო. ინგრევა ნიჭერთა აწლედი. და წერთ ვის რომელ მომღერალს რა კაბააცო, ეს აინტერესებს ჩვენ პრესას. ციალა. სკამები შემოიხო. ეს გაზეთი მაქხოვე. ეს თქვენ გააკეთეთ? კი. ო. აი ზოგიერთი ჟურნალის რედაქტორმა წოიწოდეს რა ფერის ქაღალდზე უნდა დაბეჭდოს თავის ჟურნალი ფუტაი. მე პრეს კონფერენცია მოგეთხოვა, ხო? პატარა. მოდი ჯერ გაეცადეთ, ხო? ჩვენ ვართ გაზეთ თქვენ მოგობრის ჟურნალისტები, პატარა ჟურნალისტები. და ჩვენი გაზეთის მეშვიდე ნომერი მთლიანად აგებულია ბავშვთა უფლებათა დაცვას ეხება.
თავიდანვე ბავშვობიდანვე მქონდა შეხება კულტურას, იმიტომ რომ დედაჩემი იყო მოცეკვავე და ჩემ ოჯახში იყო ის ხალხი მოდიოდნენ ბევრი ცნობილი პიროვნებები და აქედან ჩამომიყალიბდა სიყვარული კულტურის მიმართ. მე მხოლოდ ცეკვავის სიმღერა არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ამ სიმღერას ძალიან ბევრს ვაპარებ, მაგრამ ვიცი როგორ გემოვნები უნდა იმღეროდა და ესეთი რაღაც მაგრამ როგორც ასეთი მე ვიცი ხა თქვენ რაც გაინტერესებთ მე არ მღერი ვარ, ხავი ვარ. არ ვიცი ისე. მაგრამ კარგად ცეკვა, იმიტომ რომ მე ვცეკვავდი და ცოტა ცელკი ბავშვი ვიყავი და დედაჩემმა გამომაგდო. დედაჩემს მე ანსამბლი ყავდა ბავშვების ერთ-ერთ სკოლაში და გამომაგდო, იმიტომ რომ სულ პიცი მინდოდა ყოფნა და რაღაცა და დამსაჯა და აი, ბავშვებს ეხა ინტერვიუს ვადებით, თქვენზე ვლაპარაკობთ. ძალიან სასიამოვნო, როგორ განგები? თქვენ როგორ განგები, თქვენ კარგად რა? არა, ნუ ლამაზდება და ლამაზდება. გამგამალავს. აი, ბავშვებო. გამარჯობა. აი, ცოცხალი ლეილა აბაშიძე. მართლა სირცხვილია რომ ჩვენ ქვეყანა ესე არ ზრუნავს ესე როგორც საჭირო ამ ხალხს. არა, როგორ არ ზრუნავს, რატო? არა, მეგობრა, შე არა, მე არა. ხო ზრუნავ. ჩვენ სამდურავი არ გვეთქოს. დაბძანდი. სასიამოვნო. ჩვენ რაღაც გვინდოდა, მე ხა ბავშვებსაც უყვებოდი, იმიტომ რომ ჩვენ კომპანია ჯეოსელმა მართლა უნიკალური რაღაც გაგვიკეთა, აი თქვენ თაობა, ძველ თაობას ეხმარება, ნუ ხა მე მცხვენია საერთოდ ამაზე ვლაპარაკო, რა ფინანსურად და აი დღეს ახლა 11 საათზე კიდე მოვიდეთ თქვენი ბევრი ცნობილი მეგობარი და აქ პიროვნება და ბავშვების შემთხვევით მოვიდნენ აქ და მე ვთხარი ხა ქალბატონი ლეილა გაგა შემთხვევით დაემთხვა. 22 თებერვალს ბავშვებო ლეილას შემოქმედებითი საღამოა და თქვენ გამოგიგზავნეთ მოსაწვევს. ძალიან მოხარული ვარ თუ ეს მოხდება. რაც თავარია. აი ნახეთ როგორ დამთხევა მოხდა. როგორი დამ? და თქვენი საუბრად ნახავთ. კარგად წავედი. მოგობა და თოვეთ ნახავთ. მე 15-ებას, მაგრამ მანამდე გნახავთ. ეს არის ამბანთან თქმა. და გქონდეთ თქვენ იმაში კოლექციაში. დიდი მადლობა, კარგად. კარგად წავედი. ნახავთ. სიალა. შემდეგი. მოდი მომეხმარე. საერთოდ სირცხვილია დღეს ამ თემაზე ლაპარაკობა, მაგრამ ცოტა დიდი თანხა, ფრთხილად იყავით. Марина Нозадзе, Калбатон. Это что-то помогает, да, вам? Дорогой, мне даже трудно вам сказать. Кто это? Это всегда приходит в ту минуту, когда уже, поверьте. ეხაც უნდა ასწავლოთ ამ ახალგაზრდა მომღერლებმა სიმღერა რო არ იციან. სანამ არ მოიტანე და საჭიროა იმას მანამდე არ. რას არ მოიტანენ? მასალას, კარგს, წესერს. და საჭიროა ქართველების ახსნასდება. ყველამ რო სიმღერა დაიწყო. დიახ. ალბათონი ელენე ასლამაზიშვილი. დიახ. მადლობა. ალბათონი ეკატერინე ბაჩნაძე. მისი შვილი. ხო. ესე იგი ჩვენ ამ პროექტს მომავალ წელსაც გავაგრძელებთ აუცილებლად და შეიძლება რაღაცა იყოს ლაპარაკი კიდე რაღაც თანხის გაზრდაზე. სირცხვილია რომ თქვენ საერთოდ ამაზე რო ლაპარაკობთ. არა ბატონო, კარასი. უჩვეულო ამბავია ეს სიკეთ ჩვენთვის. 14 ლარის შემდეგ ეს გახლა საოცრება. 45 მანეთი მქონდა დღეში გადაღების, 37 მანეთი გახმოვანების. ამ დასში იმასაც გეტყვით რომ მე მეგონა მივიდოდით და ფულს შევხვდებოდით, იმიტომ ადამიანები ფულს დაიმსგავსნენ, იცით, დოლარებს რაღაცა და გამეხარდა რომ მოვედი ადამიანთან, ვისთან და შემიძლია სულიერად 2-20 წელი. დიდი მადლობა. მურჯანი გადის. ეს არის პაპარაცი. ძალიან სასიამოვნო. კულტურის გადარჩენის ფონდის ოთახი. ჩვენ ახლა გვაქვს თარგმანი. რაც პროექტები შემოვიდა და ვიხილავთ ხოლმე. ესეა სამსახურში დანგრეული ესეთი სტერეოტიპი, რომ მე არ ვიბარე პირიქით, მე თუ თანამშრომელთა საქმე, მე თუ ოთახს ჩავდივარ.
აი მოვისმინეთ ჯემალ სეფიაშვილის ისინი და კეთდება ეხა პროგრამა და ეხა ცოტა გვაცადეთ. ალბათ ეს მოიტანენ წერეს, მაგრამ ეგეთი საშუალედო თვითონ არიციანო რომ ჩვენ იმის შემდეგ ჩამოყალიბდით. ხო? ხშირი შეხვედრები ჰქონდა ჩვენ როგორც მთავრობასთან, საკრებულოსთან, ასევე მთლიანად სამინისტროსთან. მინისტრები გამოატარეთ თუ შეიძლება და გაუთმოთ ადგილები. საკრებულოს დეპუტაციას, კომისიებს, მთავრობას, რომელიც ერთად მუშაობენ და აკავშირებს და ამავდროულად